მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და სანამ თავარ თემაზე გადავალთ ჩვენი გადაცემის, რომელიც იქნება ჯეფრი საქსის ბოლო ინტერვიუ იმედთან, მინდა რომ ესეთი ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ ჩვენს გადაცემაში და გავიხსენოთ ხოლმე იოსებ ბესარიონის ძეს სტალინის თხზულებები და ნამონარიდები. და რომელიც ძალიან ახლოს არის სხვათა შორის ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. ეს არის 1920 წლის მიწურულს დაწერილი, როდესაც უკვე ანტანტა სუსტდება და პოლონეთიდან განდევნეს და რას წერს ამ შემთხვევაში სტალინი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ანტანტასთან ომი მთავრდება, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღი მოვიხსნათ, ჯარები დავითხოვოთ და მშვიდობიან შრომას შევუდგეთ. არ ნიშნავს ანტანტას, რომელიც ძალაუნებურად შეურგდა პოლონელებთან ზავს. ყველა მონაცემის მიხედვით განზრახვა არ აქვს მოიხსნას იარაღი. მას როგორც ჩანს, განზრახვა აქვს საომარი მოქმედებების ასპარეზი გადაიტანოს სამხრეთში, ამიერკავკასიის რაიონში. ამასთან სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველო, როგორც ამას ანტანტას ხარჯზე მცხოვრების მდგომარეობა მას ავალდებულებს, უარს ვერ ეტყვის, სამსახური გაუწიოს ანტანტას. თითქოს მეორდება ისტორია, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლება და ზუსტად იგივენაირად პოლონეთის მაგივრად ახლა უკრაინის საკითხი დგას და უკრაინის საკითხთან ერთად ამბობენ, რომ თურმე ილუზიებში ვართ, როდესაც ვსაუბრობთ საშიშროებაზე მეორე ფრონტის გახსნის და ზუსტად 105 წლის წინ ეს ადამიანი წერდა, რომ დაახლოებით იგივე გეგმები ჰქონდა იმპერიალისტურ დასავლეთს ამიერკავკასიასთან. პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, ესენი იქნებიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი უბილავა და ასევე ჩვენი პლატფორმის წევრი ცოტნე მარხია. და სანამ მეორე ასეთ ციტატაზე გადავალ, მინდა ცოტნე პირველ რიგში გითხრა, როგორ ხედავდა და რატომ ხედავდა, რა მეთოდით იხსნება, როდესაც ამ ყველაფერს წერდა სტალინი, რა მეთოდებს იყენებდა აი ამ დიდი წინასწარმეტყველებების დასაწერად. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ირაკლი, ილია, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ერთ რაღაცა უბრალოდ ძალიან არ უყვართ, შეიძლება ალბათ ამის გამოც ჩვენს ლიბერალებს და მემარცხენეებსაც, მათ შორის ლიბერალურ თაზზე მყოფ მემარცხენეებს სტალინი განსაკუთრებულად არ უყვართ. ალბათ იმის გამო, რომ ის რაც მან აკეთა მიუღებელია ეგრეთ წოდებული ლიბერალური იდეოლოგიისთვის და მთელი თავის საქმიანობით ემსახურებოდა სოციალიზმს და სოციალისტურ იდეებს. რეალურად, ხო, ამათგან განსხვავებით. ეხლა მოდი ვისაუბროთ, რაც წაიკითხე ილია სტალინის ეს ამონარიდი სტალინის თხზულებებიდან. მაქვს აქ ისტორია მეორდება ორჯერ, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი, ხო? რატომ მომყავს მარქსის ციტატა, რატომ მოვიყვანე? მაშინ პრინციპში, ხო, ჩვენთვის სულად დამთავრდა, იმიტომ რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი დავკარგეთ, საუბრობ გასაბჭოებამდე, ხო? თურქეთმა ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნისაც აიღო, ჩვენი ტერიტორიისა, იყო სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთმაც და სხვა მეზობელმა ქვეყნებმაც რაღაცა ნაწილი ჩვენი ტერიტორიებისა წაიღეს და დღემდე მათ შემადგენლობაშია და უკვე პრინციპში არავის აღარ აქვს პრეტენზია და ვეღარც გამოთქვამს ვერავინ აი ამ ტერიტორიებისადმი პრეტენზიას და მაშინ ტრაგიკულად დამთავრდა, ხო, ეს ყველაფერი ჩვენთვის. და დღეს პრინციპში მგონია, რომ ამათ შემხედვარეს, რასაც უყურებთ ჩვენ, ვისაც უყურებთ, ვინ დგას აი ამ ძალების გვერდით, ვისაც სურს ზუსტად იგივე რაც 1920 წელს, რასაც სტალინი 1920 წელს წერდა საქართველოში, ვინ დგას და ვინ არის მათი ამ იდეოლოგიისა და მათი ამ სურვილების გამხორციელებელი ქვეყანაში, უფრო ფარს გავს ეს ყველაფერი და რა ვიცი, ღმერთმა არქმას, რომ ისე ტრაგედიით დაგვიმთავრდეს, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია რა აი ამ ყველაფერზე საუბრისას, რომ კონტექსტები არ იცვლება, ანუ კონტექსტები შეიძლება იცვლება, მაგრამ ინტერესები რჩება, ხო? ანუ რისი თქმა მინდა ამით, სხვა ვაჩვენეთ ჩვენ თუ ახსოვს ტელემაყურებელს ერთ-ერთი ჩვენი გადაცემისას მიხეილ ჭიაურელის ფილმი უკანასკნელი მასკარადი, ხო? იქ ძალიან მაგარი მომენტი იყო, როდესაც იგივე ევროპული ქვეყნის ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის სამხედრო პირები, მათ შორის მოდიან მაშინდელ მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, ნუ სუფრა გაშლილი და როგორ ესალმებიან და როგორ ეგებებიან ესენი, რაღაც გერმანია მოდის, იქით იტალია მოდის და რაღაც აი ზუსტად ისევე როგორც დღეს ხვდებიან ევროპიდან ჩამოსულ ევროპარლამენტარებს თუ ლიდერებს, რუსთაველზე მდგარი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების, ისეთი აღფრთოვანებით წინა რიგებში დგანან კერძით ეხარებიან და
იციცინებენ თვალებში თითქოს აი იმედი მოდის იქიდან და გადარჩენა მოდის იქიდან და სასაცილო არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცით, ერთი ძალიან მაგარი ფრაზა არის მაგ ფილმში, რომ რაზე ამბობს თავისუფლება გვინდა, მაგრამ ჩახოხბილი არ გვაქვს რა, დაახლოებით და დამოუკიდებლობას გვაძლევენ, მაგრამ ჩახოხბილი არ გვაქვს ხო? აი დაახლოებით აი ეს იმდენად კარგად არის გადმოცემული მაგ ფილმშიც, ამიტომ მოვიყვანა ეს შედარება. დაახლოებით იგივე რეალობა, აი აზეც მე ჩვენ გადავალთ მეორე ნაწილში, სადაც ვისაუბრეთ ჯეფრი საქსის ინტერვიუზე, პრინციპში უკვე ამერიკელებიც კი გვეუბნებიან ამასთან, ისეთი ამერიკელები, როგორი ჯეფრი საქსია, მაგაზე ვისაუბრებთ, ვინ არის ეს კაცი და რა საქმიანობდა დღემდე და ესეთი ხალხიც კი გვეუბნება, რომ აქ რაღაცა დიდი ინტერესია, გლობალური ინტერესებია და თქვენ რაღაცნაირად ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ აი ამ გლობალურ ინტერესებს არ შევწიროთ ჩვენი ინტერესები, ჩვენი სუვერენულობა, ჩვენი საერთოდ არსებობა, არარსებობის საკითხი და აქედან გამომდინარე ის მეთოდი, ის სააზროვნო სივრცე, რაზეც იდგა სტალინი, ხო, რასაც იგივე საბჭოთა სკოლა ქვია, იგივე მარქსისტული ფილოსოფია და პოლიტეკონომია ქვია, ის ზუსტად იძლევა პროცესების სწორად შეფასების საშუალებას, ზუსტად იძლევა 1920 წელს და ზუსტად იძლევა 2024 წელსაც, დღესაც ზუსტად იძლევა. აქედან გამომდინარე, ერთი რამ არის ჯერ ეს ერთი პირველი ის რომ როგორც სტალინს არ ვატარებ თავს, მაგრამ როგორც სტალინ ჩვენს სწორი მეთოდი გვაქვს და სწორი სააზროვნო სივრცე გვაქვს, ეს ერთი და მეორე. ჩვენ გამოცდილებები გვაქვს, მათ შორის 20-იანი წლების გამოცდილებები, მათ შორის უახლოესი წარსულის საკუთარი 90-იანი წლების გამოცდილება და მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილება, იგივე უკრაინის გამოცდილება და ამიტომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ იმისთვის, რომ აი ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს სწორი მეთოდოლოგია, სწორი სააზროვნო სივრცე, გვაქვს მთელი რიგი გამოცდილებები თუ ვის რა ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში და ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ აი ამ ჭიდილში სხვადასხვა ძალებისა და სხვადასხვა იმპერიების ხომ ისე გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთხელ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხის ინტერესები. მადლობა და ირაკლი, იგივე კითხვით გადმოვალ თქვენთან, ოღონდ ჯერ კიდევ ერთ ციტატას წავიკითხავ, რომელიც ასევე ახლოს არის, ცოტნე მას ახსენა მაშინდელი მენშევიკური მთავრობა, ეგრეთ წოდებული სოციალ-დემოკრატები, რასაც სტალინი უწოდებს ანტანტის აგენტებს. სწორადაც უწოდებს ამ შემთხვევაში და ასეთ რამეს წერს, ეს არის უკვე 1920 წლის 30 ნოემბერი, ანუ სულ რამდენიმე თვეში საქართველოს გასაბჭოვდება. საქართველოს კატასტროფული სამეურნეო და სასურსათო მდგომარეობა ფაქტია, რასაც ახლანდელი საქართველოს მესვეურებიც კი აღნიშნავენ. ანტანტის ბადეში გახვეული საქართველო, რომელმაც ამის გამო დაკარგა როგორც ბაქოს ნავთი, ისე ყუბანის პური, საქართველო, რომელიც ინგლისისა და საფრანგეთის იმპერიალისტური ოპერაციების ძირითად ბაზად გადაიქცა და ამიტომ საბჭოთა რუსეთთან წრული ურთიერთობა დაამყარა. ეს საქართველო ამჟამად თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის. ტყუილად კი არ მოხდა, რომ მომაკვდავი მეორე ინტერნაციონალის გახსნილმა ბელადმა ბატონმა კაუცკიმ რევოლუციის ტალღის მიერ ევროპიდან გატყორცნილმა თავშესაფარი ჰპოვა დამყაყებულ ანტანტის ბადეში გახვეულ საქართველოში, გაკოტრებულ ქართველ სოციალ-მედუქნეებთან. არ გგონია საეჭვო იყოს, რომ მძიმე წუთს ანტანტა ისევე მიატოვებს საქართველოს, როგორც სომხეთი მიატოვა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გასაგებია ახლა სტალინი იყო უდიდესი არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ როგორც ინტელექტუალი, როგორც მეცნიერი. მიუხედავად იმისა, რომ მას აი როგორც დიპლომი, როგორც ასეთი, ხო? ასეთი არ ქონდა, მიუხედავად ამისა, მისი ნაშრომების შესწავლილია ძალიან ბევრი ნაშრომი. მე ერთ ფაქტი მინდა მოვიყვანო 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხო? რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შექმნა ჯგუფი მეცნიერებისა, რომელსაც უნდა შეესწავლა სტალინის ნაშრომები, მისი პოლიტიკა და ასე შემდეგ. მისი ნაშრომების შესწავლისას დასკვნა დაიდო შემდეგი. ფაქტობრივად ყველა სფეროში ჰქონდა მას ნაშრომი, ნაციონალიზმის თეორია დაწყებული, სოციოლოგია, არ ვიცი, თითქმის ყველა სფერო, პოლიტეკონომიას და საუბარი არის. და მაშინ დასკვნა იყო ასეთი, რომ სტალინს ამ პიროვნებას რამოდენიმე მიმართულებით ამ ნაშრომების დაცვის შემთხვევაში მას თავისუფლად შეიძლებოდა მინიჭებოდა დოქტორი პოლიტოლოგიაში, დოქტორი სოციოლოგიაში, დოქტორი ისტორიოგრაფიაში, პოლიტეკონომიაში და პოლიტექნოლოგიებში და ასე შემდეგ. თუმცა ის მეთოდოლოგია, რასაც იყენებდა სტალინი, სტალინი ახლა მარქსისტად თვლიდა თავს და მარქსისტი იყო და შესაბამისად მარქსისტების მეთოდოლოგია ის იყო დიალექტიკური მატერიალიზმი, დიალექტიკა ზოგადად
და შესაბამისად მისგან გამომდინარე უარყოფის კანონით ხდებოდა ამის ყველაფრის ანალიზი და მისი პროგნოზირება. სპირალისებური განვითარება, ერთი ფაზი დასასრული სპირალი ბრუნდება, საწყის ფაზა იწყება, თუმცა უფრო მაღალ განვითარებულ სტადიაში. პრინციპი ამას ეს მარტო მეთოდოლოგია რო გამოიყო, მეთოდოლოგიურად რომ მივუდგეთ, ხო? საჭიროა ფაქტების ემპირიკის ცოდნაც, ისტორიის, ბევრი მასალის კითხვა, და ასე შემდეგ. შესაბამისად, ცოტნე სწორად თქვა გამოცდილება იმ ფაქტებისა, შესაბამისად, იმის გონებაში დაგროვებამ ყველაფერი ფაქტის, რაც ხდებოდა, რაც მოხდა და კონკრეტიკიდან აბსტრაქტულზე გადასვლა. აბსტრაქტული თეორიული ჩარჩოს შექმნა და შემდგომ მისი პროგნოზირება. საერთოდ პოლიტიკურ მეცნიერებას გააჩნია რამოდენიმე ფუნქცია. ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია პროგნოზისტული ფუნქცია. თითქმის ყველა მეცნიერი, ვინც ამ პროგნოზებში, სურს პროგნოზის გაკეთება, კონკრეტულიდან აბსტრაქტულზე და აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე გადასვლის მეთოდოლოგიას შეზავებულს დიალექტიკასთან იყენებს, ან უარყოფის კანონთან. აი ზუსტად ამ მეთოდოლოგიას იყენებდა და შესაბამისად ის წინასწარმეტყველებები რაც ჰქონდა, ხო? ეს წინასწარმეტყველებს, უხეში სიტყვას ვიღე არ ყავდა რა, მომავალში პროგნოზების თვალსაზრისით. ზუსტად სიტუაცია, ფაქტობრივად სიტუაცია არ იცვლება, იგივე რაც 20-იან წლებში რა მდგომარეობა იყო გეოპოლიტიკური, იგივე მდგომარეობაა დღესაც. უფრო თუ უარყოფის კანონს გამოვიყენებთ, უფრო ამაღლებულ მაღალ სტადიაშია უბრალოდ გადასული. ბატონო, მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ მთავარ თემაზე, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან ერთად გავარჩიოთ. თითქოს რამდენიმე ნაწილია შეცვლილი უბრალოდ აი ამ რეალობის. ერთი ის არის, რომ აი რაც თქვენ თქვით, ხო, ფაქტებზე უნდა იყოს ყველაფერი დაყრდნობილი. თითქოს ფაქტების უარყოფა მიდის, აი ამ რეალობაში ვარ შესული, სადაც ობიექტური ფაქტების აღქმა უბრალოდ აი სურვილის მიხედვით ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ეს ესე არ არის. თორსა ფაქტია, რომ ეს ესეა და რეჟისორს თხოვ, რომ პირველი ვიდეო გვანახოს, რომელიც წარდგენა იქნება ჯეფრი საქსის და მისი რეგალიები და შემდეგ გავაგრძელოთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ეთერი გვაქვს პროფესორ ჯეფრი საქსთან ერთად. პროფესორ საქსს დიდი წარდგენა არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, მე მაყურებელს მოკლედ მოვახსენებ ბატონი საქსის ბიოგრაფიას. ბატონი საქსი მსახურობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორად. გახლავთ ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. ბატონი საქსი წარსულში 2002 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იკავებდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი დედამიწის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. ბატონი საქსი გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კავშირის პრეზიდენტი. ამავე დროს არის გაეროს განვითარების კომისიის კომისარი და გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მრჩეველიც. 2001 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ჯეფრი საქსი გახლდათ გაეროს გენერალური მდივნების კოფი ანანის, პან კი მუნისა და ანტონიო გუტიერეშის საგანგებო მრჩეველი. პროფესორი ჯეფრი საქსი არაერთხელ დაუსახელებია ცნობილ ამერიკულ გამოცემად Times 100 ყველაზე გავლენიან ფიგურას შორის. 1993 წელს ნიუ-იორკ Times-მა დაახასიათა როგორც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტი. 28 წლის ასაკში ჯეფრი საქსი უკვე გახლდათ ჰარვარდში ეკონომიკის სრულფასოვანი პროფესორი. საქსი მუშაობდა როგორც ეკონომიკური მრჩეველი სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებთან, მათ შორის ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში, მათ შორის პოლონეთში, სლოვენიაში, ესტონეთში, უკრაინასა და რუსეთში. ბატონი საქსი გახლდათ როგორც გორბაჩოვის, ასევე ელცინის მრჩეველი. მოგესალმებით, ბატონო პროფესორო. აი მოკლედ მოვისმინეთ ახლა ჩვენ ჯეფრი საქსის რეგალიები და იმ საკითხს მინდა დაუბრუნდეთ პირველ რიგში, რაზეც ჩვენ თქვით, ხო, ანუ თქვენ კარგად ახსენით დიალექტიკის კანონზომიერება, ხო, ანუ სპირალისებური და ადამიანი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მე და ცოტნე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს არის კლასის მუშათა კლასის მტერი, ანტიკომუნისტი ადამიანი, რომელმაც დააშლევინა გორბაჩოვს და ელცინს და შესაბამისად ყველა რუსეთის მაშინდელი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანას, მათ შორის სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს დააშლევინა ის რუდუნებით აშენებული საბჭოთა ეკონომიკა, რომელსაც 70 წლის განმავლობაში აშენებდა. ანუ როგორ მოხდა ის, რომ ამერიკის იმპერიალიზმის ესეთი გავლენიანი აგენტი დღეს საუბრობს იმაზე, რაზეც საუბრობს, ანუ რეალურად ის უკეთესად აღიქვამს ამერიკის ინტერესებს და ის რომ უკრაინაში ომი და ნატოს გაფართოება ეს ამერიკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა, როგორც თუ მე ვხედავთ რომ არის რაღაც კუთხით ამერიკის და ევროპისთვის, ანუ ამერიკის გავლენებისთვის მსოფლიოზე. ეს ამით აიხსნება რომ ის უკეთესად აღიქვამს სამყაროს ვიდრე სიტყვაზე ბაიდენი
თუ რაღაც მართლა იცვლება და დაპირისპირებაშია, შიდა დაპირისპირებაშია თავად ამერიკის ელიტა. ნუ ამერიკის ელიტა რო დაპირისპირებაშია, ეს წინასაარჩევნო კამპანია მას გვიჩვენა, ჩვენ არა მარტო აქ საუბარი იყო სოფხედულობრივ დაპირისპირებაზე. სოფხედულობრივ კოალიზიაზე, რომელიც მიმდინარეობდა დაუშვათ ტრამპის კონსერვატიულ ელიტას და მის გარშემო კონსოლიდირებულ ჯგუფს შორის და მეორე გლობალისტურ ლიბერალურ ულტრალიბერალურ ელიტას შორის, რასაც ბაიდენი და კამალა ჰარისის ადმინისტრაცია წარმოადგენდა. შესაბამისად, ეს საქსი, ნუ თავისი ცნობილი ამიტომ მოღვაწეობიდან გამომდინარე, თქვენ სწორად ბრძანეთ, იპოლონჩის მოღვაწეობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი არქიტექტორი იყო იმ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, რეფორმებისა, რომელიც მათ განახორციელეს და რამაც პირველი თაობის ნეოლიბერალი შეგვიძლია დავარქვათ. საქსის ნაშრომებზე ახდენდნენ რუსი ნეოლიბერალები, გაიდარი, то есть ესენი ახდენდნენ რუსეთის ეკონომიკის რეფორმებს და შესაბამისად შემოენგრა მთელი ეკონომიკა და მოხდა სრული დეინდუსტრიალიზაცია ამ ხელა სახელმწიფოზე. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ასეთი წესი, ნუ ჩვევა. როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებიდან როდესაც თავისუფლდება ნებისმიერი, ნუ ინტელექტუალი სტრატეგი, ის უკვე სიმართლის თქმას იწყებს. სანამ გარკვეულ იმასში არის ჩამჯდარი, ნუ გარკვეულ სტრუქტურას ემსახურება ამ შემთხვევაში იგი იმ სტრუქტურის ინტერესებს და იმ სტრუქტურის ამზადებს სტრატეგიებს იმ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, როცა ისინი მიდიან ან იმაში გადადიან საუნივერსიტეტო სფეროში, ხო, უკვე წმინდა მეცნიერული მიმართულებით იწყებენ მუშაობას, უკვე როგორც მეცნიერი ცდილობენ მაქსიმალურ სიმართლე ილაპარაკონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზუსტად ამის მაგალითია ჩემი აზრით, ამის მაგალითია ეს, რასაც ბატონი საქსი ამბობს. რა მაინტერესებს, რომ როგორც ჯეფრი საქსი ისე მერშაიმერი ორივე ძალიან აკრიტიკებენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას 2014 წლიდან, ხო, 2007 წლიდან. თუმცა მათ ვერ დავარქმევთ, რომ ისინი ანტიამერიკელები არიან, ხო და პატრიოტები არ არიან. კი ბატონო, შემთხვევაში ანუ რომ ისინი მაინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ წამოწევას არ ცდილობენ. ანუ აი ეს რითი აიხსნება რეალურად შეერთებული შტატებს ასუსტებს ნეოლიბერალური საგარეო პოლიტიკა და ნეოლიბერალური ეკონომიკა, თუ უბრალოდ რაღაც ასე ვთქვათ ილუზიებთან გვაქვს საქმე, რომ დაპირისპირებული მხარეები არიან და მაინც საბოლოო ჯამში ჩვენ ხო ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმპერიალისტურ ზარხვებზე ხელს არ აიღებს. იქნება ჯეფრი ზანგის გასაგებია, ნუ თქვენ სწორად ბრძანეთ და მეც გეთანხმებით იმაში, რომ ისინი არც ერთი მხარე, არც მერშაიმერი, არც ბატონი საქსი მიუხედავად არც ჰენრი კისინჯერი სხვათა შორის, რომელიც რეალისტად ითვლება და რეალისტური კონცეფტის მიმდევრები ვინც არიან, არც ერთი არ არის ამერიკის მოწინააღმდეგე პირიქით. მათი ინტერესების, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური მომსახურე პერსონალია, ასე ვთქვათ, რა ამ შეერთებული შტატების, თუმცა ისინი გრძნობენ, რომ ასე რასაც გლობალისტები რა საგარეო პოლიტიკას საწარმოებდნენ, ხო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ასე სულ კატასტროფამდე მივლენ, კაცობრიობა დაინგრევა და დაიღუპება. და შესაბამისად რაღაც ცვლილებებია განსახორციელებელი მას საგარეო პოლიტიკაში. ვინაიდან ახლა ჩვენ ვიცით რა სიტუაცია მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომამდე ერთი ნაბიჯიღა გვაკლია. მესამე მსოფლიო არ იქნება კონვენციური ომი, ახლა ორი მოწინააღმდეგე ჩაჟის აკოპშით ერთმანეთს ავტომატი ესრულოს, ხო? აი იქნება ბირთვულ ომამდე იქნება მივა საქმე, რომელიც კაცობრიობას მოსწონს და არც საქმს, კი ბატონო, არც ისეთი უდგას რომ განადგურდეს უკვე. კი ბატონო, არც საქმს, არც სხვას, არც მირშაიმერს, არავის აზრად, ნუ არც არავის არ უნდა სიკვდილი და დაღუპვა. ზუსტად საკუთარი ქვეყნის პატრიოტები რო არიან სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების. ეს იმპერიალისტური იქნება თუ ჩვეულებრივი სახელმწიფო მას მნიშვნელობა არ აქვს. მათ არ უნდა საკუთარი სახელმწიფოს განადგურება. რაც შეეხება იმპერიაზე, ძალიან ზოგიერთ ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს იმპერიებს. თორე კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა ერთი რაღაცა, ნებისმიერი სისტემის პირობებში. საერთაშორისო სისტემაზე გვაქვს საუბარი. არ არსებობს დიდი ზე სახელმწიფოების გარეშე წესრიგი ვერ მყარდება და სულ იქნება ქაოსი და ანარქია. ვინაიდან ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში, რასაც ძალით ტერიტორიულად თუ სხვა ეკონომიკური შესაძლებლობებით, ძალისმიერი პარამეტრებით თანაბარი დონის სახელმწიფოებს შორის ყოველთვის კონფლიქტი წარმოიშობა უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, როცა ანარქია და რამე ისეთი ზე ნაციონალური სტრუქტურები არ მუშაობს და არ არიან ამ შემთხვევაში მათ ფუნქცია ზუსტად ის ზე სახელმწიფოები და ის იმპერიები ასრულებენ
წესრიგის დასამყარებლად და მასში აფრიკისთვის არც თუ ისე წესრიგი იყო, ანუ რის თქმა უნდა, ჩვენ ამ შემთხვევაში კი ბატონო. მაგასაც გიპასუხებ. ნეოლიბერალური ჰეგემონია შეერთებული შტატების ეს არ იყო კარგი. ხო, არც არა, მე სხვა კონტექსტში ვთქვი, გასაგებია ზოგს. სოფლიოსთვის, თითოეულ ამერიკელი ხალხისთვისაც ცუდი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როგორც წავიდა უკან შეერთებულ შტატებში, რეიგან ეკონომიკის ასაზრდელად, როდესაც ჩინეთში გადაისროლეს სამუშაო ძალები და ეხლა ახლიდან უწევს. კი ბატონო, ახლიდან უწევს ზუსტად ამას ემსახურება საქსის და ამათი განცხადებები, ვინაიდან ისინი გრძნობენ, რომ რუსეთს არც განიხილავენ ახლა იმ ეკონომიკურ პოტენციალის მქონე სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია, ამ ეტაპზე ამ ეკონომიკურ თვალსაზრისით მათ კონკურენტად არ განიხილავენ რუსეთს. რუსეთს განიხილავენ როგორც სამხედრო კონკურენტ თავის ბირთვული არსენალიდან გამომდინარე და შეიარაღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათი მთავარი მოწინააღმდეგეა ამ გლობალურ დაპირისპირებაში შეერთებული ჩინეთი და ჩინეთის დასუსტება სულ და შესაბამისად ჩემი აზრით მხოლოდ ამას უნდა ემსახურებოდეს ეს მე სხვა არაფერს მაშინ რა ქვია პოსტსაბჭოთა სივრცეში გარკვეული სიტუაციის განეიტრალება და თავისი ძალების გადატანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის თემას, მინდა ებრაულობიდან გამომდინარე ეს უკვე რომელიც ეს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თავარი ფინანსური დასაყრდენი იყო, ხო? ცდილობენ ახლო აღმოსავლეთის გარკვეული გადაფორმატირება მოახდინონ იმ წესრიგისა, რაც დღესდღეობით არსებობს, უწესრიგობის ასე ვთქვა. წესრიგი იყო და ინგრა მოიშალა და მიმდინარეობს. კი ბატონო, ცოტნე მინდა ზუსტად იგივე საკითხზე თქვენს გააკეთოთ კომენტარი და პირველ რიგში რას ირაკლიმ ასეთი რამე ახსენა, რომ თავის და ამ შემთხვევაში ანგრევდაო ეს ნეოლიბერალური ეკონომიკაო, გლობალისტური ეკონომიკაო, თუმცა რაღაც ნაწილში ვერ დავეთანხმები და ჩემი აზრით ჯეფრი საქსისნაირი, მერშაიმერის ნაირი ადამიანები უბრალოდ ასე მაშველ რგოლად მოევლინებიან, იმიტომ რომ კი არა ანგრევდა, არამედ თავისი ამოწურა, თავისი მოგება შეერთებულმა შტატებმა როგორც გლობალურმა იმპერიამ ნახა და ეხლა უნდა რომ გადაეწყოს ახალ რელსებზე, რომელიც ძალიან ძნელია, მით უმეტეს როდესაც ამხელა ქვეყანა ხარ და ამხელა ინტერესებია და შენ როგორ შეაფასებდი ეს ახალ რელსებზე გადაწყობის მცდელობა ხო არ არის რომ ისტორიის სწორ ხარეს აღმოჩნდნენ აი ეს ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალებად ითვლებიან. კი ბატონო, მე პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ მე ჩემი შეხედულებით ისინი რაღაც ნეოლიბერალიზმს არ იბრძვიან. სინამდვილეში ისინი პირიქით ნეოლიბერალიზმისთვის იბრძვიან, უბრალოდ ეს არის სახეცვლილი ნეოლიბერალიზმი. და რას ნიშნავს სახეცვლილი ნეოლიბერალიზმი? აი მარტივად შევხედოთ თვითონ შიგნით ერთმანეთთან, ანუ ამერიკულ საზოგადოებაში როგორ წარმოაჩენენ ისინი ერთმანეთს. გავიხსენოთ აი რას ეძახიან იგივე რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები თუ წარმომადგენლები დემოკრატებს, იგივე საქსი და სხვაები ხო ეძახიან კომუნისტებს, ბერნი სანდერს ხო მარქსისტი კომუნისტი ეძახის ახლა კამალა ჰარის ეძახიან მარქსისტს. ახლოსაც კი არ გაუვლიათ არც სანდერს და არც ამას მარქსისტობასთან და კომუნისტობასთან, მაგრამ შიდა ბრძოლის მეთოდი, ანუ საკუთარ საზოგადოებაში აი ამ დაპირისპირების კი, ანუ ეს ამას იყენებენ ამისთვის. ეხლა უყურეთ რისი თქმა მინდა. ამერიკული იმპერიალის აი ამ გლობალიზაციის ის მოდელი, რომელთაც ხასიათდებოდა ამერიკული იმპერიალიზმი და ჰეგემონია, ხო? ეს ამას ისინი ეძახიან, ეძახიან და პრინციპში არის, ეს არის მემარცხენე ლიბერალიზმი, რომელიც ცდილობს ისე როგორც ცდილობს საკუთარი ჰეგემონიური პროექტის და იმპერიის მთელ მსოფლიოში გავრცელებას, ხო? უბრალოდ მემარჯვენე ლიბერალიზმი და რომელსაც შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ ტრამპი და ეს რესპუბლიკური ფრთა, აი ამერიკული მათ შორის საქსიც, რა თქმა უნდა, ხომ? მათ წინააღმდეგობაში მათთან მოდის მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მეთოდის გამო თუ როგორ ხდება გლობალიზაციისა და ჰეგემონიის გავრცელების პროცესი. ანუ რატომ მოდი წინააღმდეგობაში, რატომ მოხდა აი 20 წლის თუ წინააღმდეგობაში არ მოდიოდა საქსი დაუშვათ იგივე ან მერშეიმერი ამათ, ხო? დღეს რატომ მოდის წინააღმდეგობაში, ესეც ავხსნათ. იმიტომ მოდის წინააღმდეგობაში, რომ აი მემარცხენე ლიბერალების, აი ამ რა ქვია სანდერსების, ანუ დემოკრატიული პარტიის აი ამ ხაზმა საბოლოო ჯამში ამერიკული ჰეგემონია მიიყვანა იქამდე, რომ შექმნა კრიზისი, მსოფლიო კრიზისი, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმის ნაცვლად, რომ აი ძველი რომაული
როგორც აქამდე აკეთებდნენ რომაული მეთოდით ეხემძვანება და ემუშავა თავის ხო დაყავი და ებატონე ამის მაგივრად მათ მიიღეს საკუთარი აი ამ პოლიტიკის გამოისობით მიიღეს ის რომ ისეთი ძლიერი ქვეყნები მათ შორის გულისხმობ როგორც სამხედრო ისე ეკონომიკური სიძლიერით დააკავშირეს ერთმანეთს და აიძულეს ერთმანეთთან საერთო ენის პოვნა როგორც არის უფრო ყველაზე ანუ შორს რო არ წავიდა ძალიან მარტივად რუსეთი ჩინეთი ხო აქედან გამომდინარე ისინი ხვდებიან ეხლა მოდი ახსნათ რამ გამოიწვია ეს უყურეთ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ რომ სინამდვილეში აი ამ იმპერიალიზმის მთელი შინაარსი დევს არა იმაში რომ რაღაცა აქ ვიღაცა რა ვიცი ქართველი იყოს გეი ან იყოს რაღაცა ისა ხო ანუ სინამდვილეში ეს არ არის მიზანი სინამდვილეში მიზანი არის ის რომ შექმნან ისეთი ცნობიერება რომელიც იქნება მორგებული დასავლურ ცნობიერებას რომელიც იქნება მარტივად მართვადი იმისთვის რომ მე ის რომ აქ შემოვა და შენს რესურსებს მიითვისებს ხო აი ძალიან მარტივად ფრონტერას მოახდინონ ატომიზაცია საზოგადოების ისე რომ ვეღარ გაერთიანდება მარტივად უყურე აი ისე თქვა მინდა რომ აი გამოდის ხალხი ვიღაცები იფიცებიან იქ უყურებთ ახლა საქართველოში რა პროცესებიც მიდის ხო ანუ ეს ხალხი არ გამოსულა არც ერთხელ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რთულ გამოსულან შემახსენეთ აი ფრონტერას საკითხი როცა იყო ან ქართული წიაღისეულები როცა უცხო არა მარტო ამერიკელებზე და ევროპელებზე არა მაქვს საუბარი ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ხელში როდესაც აღმოჩნდა და გაიყიდა ხო მაშინ არც ერთი იქ არ იდგა ქუჩაში ხო მაგას ვამ უყურე ანუ ქმნიან ისეთ ცნობიერებას ისეთ სამყარო ისეთ სოფხედელობას უქმნიან ამ ადამიანებს რომ მორჩა ანუ ის ადამიანი უკვე ზად არის დასავლური იმპერია ანუ მისთვის აი მისიონერები როცა აი ბრიტანელებს ჰქონდათ ბრიტანეთის სხვა შორის ახსენებს საქსი გვექნება ეგ მონაკვეთის ბრიტანეთის იმპერიაზე საუბრობს და ნუ ყველაზე დიდი აი ბოროტების იმპერია თუ რამე იყო ბრიტანეთის იმპერია იყო თან იმდენხანს არსებობდა ხომ და მათი ის რა იყო რომ შედიოდნენ ქვეყნებში მათ შორის აფრიკის თუ აფრიკაში თუ ინდოეთში და ამბობდნენ რომ ჩვენ იქ შეგვაქვს ცივილიზაცია განათლება ცოდნა შეგვაქვს რასაც დღესაც აკეთებენ ანუ ისინი გეუბნებიან რომ შენ როგორც ბორელმა თქვა ხო პირდაპირ ამას აღარც მალავენ რომ ეს არის ედემი და დანარჩენი ჯუნგლები ხო ანუ აქედან გამომდინარე ეს მეთოდი მათთვის რომ ანუ შენ რაღაცა ცნობიერება უნდა ჩამოგიყალიბონ წინ თითქოს ცოდნას გაძლევენ მაგრამ სინამდვილეში გიქნიათ ცნობიერებას რომელიც უკვე მზად არის იმისთვის რომ ამერიკულმა თუ დასავლურმა იმპერიალიზმმა იქ ფეხი შედგას და შენ ამას ციხარულით მიესალმები იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა აი ძალიან ისა აცტეკები რო დახვდნენ კოლუმს თავიანთი მითოლოგიაში რო იყო რომ თეთრი იმის თეთრ პირსახით უნდა გამოცხადებულიყო ღმერთი და ღმერთი რო ეგონა თავიდან და მე ხოცვა რო დაუწყო ამან მე მივხვდა რომ სიახლოვეში ღმერთი არ იყო და დაახლოებით იგივე ანუ შექმნეს ცნობიერება რომ ისეთ ცნობიერება სადაც ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის ამერიკული იმპერიალიზმი რო შემოდის ის საერთოდ არ არის იმპერიალიზმი ის არის რაღაცა ხსნა და გადარჩენა ქართული საზოგადოებისთვის და ეს რატოა უყურე იმიტომ რომ რეალური მიზეზები რასაც საუბრობთ რომ იმპერიალიზმის რეალური მიზეზები არის შენი ექსპლუატაცია ხო შენი რესურსების შრომითი თუ ბუნებრივი რესურსების მითვისება და შენს ხარჯზე გამდიდრება ეს არის ნაკლებად ხილვადი ანუ ამას თუ არ იცნობ და თუ ვერ ერკვევი ელემენტარულ დონეზე მაინც ელემენტარულ დონეზე არ ყოფნის მაგრამ თუ ვერ ერკვევი შესაბამის მეთოდებში ეკონომიკაში პოლიტეკონომიაში რთულია ამის დანახვა მაგრამ მარტივია დაინახო ის რომ აი ვიღაცა რომ მოდის და შენ ცნობიერებას გიცვლის და გეუბნება რომ აი თურმე ჰომოსექსუალური ცხოვრების წესი ნორმალურია ამას საზოგადოებები ტრადიციული საზოგადოებები მათ შორის როგორც საქართველოს და მართელი პოცაბჭოთა სივრცე ხომ ცუდად გუობს იმიტომ რომ ეს თვალნათელი წინააღმდეგობაა და ის გამყოფი ხაზია რომელსაც ამერიკელი და რაღაცა ქართველი ერთად ვერ აღიქვამს ეს გარკვეული პერიოდი მუშაობდა მათ სასარგებლოდ თავიანთი NGO სექტორებიდან გამომდინარე თავიანთი პროგრამებიდან გამომდინარე ცდილობდნენ ახალი თაობის აღზრდას ვისაც დღეს ქუჩაში ვხედავთ ვიცი რის დამატება მინდა ჩვენ ახლა ვთქვით რომ მიზანი არის ატომიზაცია ანუ რო გუობდეს თავისუფლად და აწიონ ხელები რომ კი ბატონო მაშინ არ დააფინანსებდნენ აი თავისუფლად რო გუობდეს და ეს არ იყოს დამაპირისპირებელი საზოგადოების მაშინ რა შეაწყობთ რა თქმა უნდა არცა ფულს დახარჯავენ ტყუილობ ფულს იმიტომ ხარჯავენ რომ ეს ცნობიერება შეუქმნა და კი გადალახო კი ხო და იყურე ეს ახალგაზრდები ამათი სახე ახლა ვინც გას ანუ აი ამ 30 წლის განმავლობაში მათ აქ პროგრესული ახალგაზრდობა ჭალებში პროგრესული ახალგაზრდობა შექმნა ის რომ ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილს ზუსტად ის ცნობიერება შეუქმნეს კოლონიალური ცნობიერება შეუქმნეს როდესაც შენ დამპყრობელი შენთვის არის რაღაცა ღმერთივით ხსნა და გადამრჩენელი აი მაგის დამატება მინდა სანამ შემდეგ ვიდეოზე გადავალთ რომ რეალურად მართლა რაც ახლა ცოტნემ თქვა ანუ ამ ეს მოგვისმენია ყველას რომ
ჩვენ ვერ გადავრჩებოდით ეს 34 წელიწადი, ვერ გადავრჩებოდით, რო არა დახმარებები ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამიტომ თუნდაც იყოს გასაკრიტიკებელი ეს ინსტიტუციები. არ უნდა ვაკრიტიკოთ, იმიტომ რომ ვერ გადავრჩებით. იმას კი არავინ უფიქრდება, რომ 30 წლის წინ იმას ატომური იარაღი ქონდა შენს ქალაქებზე დამიზნებული. შენს მეგობარს 30 წლის წინ ქონდა სონხუმზე და თბილისზე ბირთვული იარაღი დამიზნებული, ან როგორი მეგობარია წარმოიდგინე. წაიღო შენი რესურსები, წაიღო შენი ინდუსტრიები. ცოცხალი სამუშაო ძალა. წაიღო ცოცხალი სამუშაო ძალა. ინტელექტუალური რესურსი რა. კი ბატონო, და რაშიც უნდა გეხმარებოდეს, იმაზე ხმას არ იღებს. გიправა სააკაშვილი. რამდენჯერ გიправა, ხო? ანუ დემოკრატიის შუქურა ეძახა. გაправებაც არის და გაправებაც დემოკრატიის შუქურა. 25 მაის დარბევის შემდეგ 26 მაის გამოდიოდნენ და ეს იყო დემოკრატიული დარბევაო, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოხდაო, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფო ხართო დღეიდანო და უნდა შეეგუოთო ესეთ რაღაცებსო. ხდება ხოლმეო და ვთხოვ რეჟისორს, რომ ჩვენი შემდეგ ვიდეო გვანახოს და ეს უკვე ისეთი რჩევებია ჯეფრი საქსთან, რომელიც გასათვალისწინებელია სხვათა შორის. სამხრეთ კავკასიაში რთული ვითარებაა. არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც რთული ვითარებაა, აზერბაიჯანშიც. მე ახლახან თქვენ სამეზობლოში, ბაქოში ვიმყოფებოდი გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ვიყავი ერევანშიც. რამდენიმე წლის წინ მქონდა შესანიშნავი ვიზიტი თბილისშიც და საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოს სილამაზე. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სტრესშია, ვინაიდან მათ გარშემო სამი დიდი მოთამაშეა: რუსეთი, თურქეთი და ირანი. შესაბამისად, ეს ძალიან რთული რეგიონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლონ. საქართველო უკვე ათასობით წელი ახერხებს, რომ გადარჩეს. სომხებიც. ამ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ბევრი კონფლიქტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღია ომია. სამივე სახელმწიფო მოწყვლადია და საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის თანამშრომლობა აუცილებელია. რაც შეეხება გარშემო მდებარე სამ გაცილებით დიდ სახელმწიფოს, მათ შორის ყველაზე ძლიერი რუსეთია, არც ირანი და თურქეთი არიან მაჩანჩალები. მიმაჩნია, რომ ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, ყველასათვის ცნობილი ჩრდილოეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთ დასავლეთის დერეფნების გათვალისწინებით. მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს გულუბრყვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს. მიმაჩნია, რომ გარე ძალებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას დიდი წინდახედულობა მართებთ, რათა ვითარების დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. მე ხშირად ვდარდობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზეზით, ვინაიდან მე როგორც ამერიკელი რამდენიმე 10 წლეულია ვადევნებ თვალს ამას. და უდაოა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვევა, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ვითარების არც თუ ისე კარგად ფლობის ფონზე ბევრი რამ ავრიოთ. გვაქვს ჩვევა, რომ მოვიქცეთ დაუდევრად და მცირე სახელმწიფოების ბედის სრული უგულებელყოფით. ჩემს უკრაინელ კოლეგებს მე ბევრი წლის წინ ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რომ ამერიკულ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. ამერიკის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მე მათ ვაფრთხილებდი არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში. ვინაიდან ისინი აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირების ეპიცენტრში. დაპირისპირების ეპიცენტრში ყოფნა კი არავის უნდა. ჩემი უკრაინელებისადმი გაფრთხილება იყო მკაფიო. მე მათ სიტყვით ვუთხარი, რომ ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ და ეს მოხდა სამწუხაროდ. აი ხა ჩვენ უყურეთ, რა თქმა უნდა, ამ გადაცემაში და ამ გადაცემამდეც ჩვენ ხშირად საუბრობდით, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ქონოდა 3+3 ფორმატზე და სხვადასხვა კუთხით შევეხეთ თან. ეს არის ერთ-ერთი ფორმატი, სადაც რუსეთი ირიბად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში არის მხოლოდ 3 რესპუბლიკა, ხო? მისი თავისუფლად შეეძლო, ეთქვა, რომ 5 რესპუბლიკაა სამხრეთ კავკასიაში. 5+3 შემოეთავაზებენ. 5 რესპუბლიკაა, მაგრამ არ უთქვამს, ხო? ანუ პირველ რიგში ამიტომ უნდა გამოიყენოს ეს ერთი საქართველოს სახელმწიფო. მეორე ხა მართლაც ჩვენი თუ არ ჯერათ ამ შემთხვევაში ადამიანებს და წაიკითხონ ხშირად გადაიმეორონ ჯეფრი საქსის ის რეგალიები, რომელიც თავიდან ჩამოითვალა, ხო? გუტიერეშის მოადგილე და ასე შემდეგ და
დაუპირისპირო რაიმე არგუმენტი, რომ თურმე ამბობს ჯეფრი საქსი, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ამ დიდ სამ სახელმწიფოს სამსხვილ სამ ფორმატში რუსეთს, ირანს და თურქეთს უნდათ სტაბილური განვითარება, ხო? სტაბილურობა უნდათ. ან მაგარი არგუმენტი იქნება დარწმუნებული ვარ პუტინისთან გამოაცხადება ჯოხებრივად ძალიან საინტერესოდ ეხება იმას, რომ არა მხოლოდ აღმოსავლეთ დასავლეთის ტრანზიტი, არამედ სამხრეთ ჩრდილოეთის ტრანზიტი. რაც რა თქმა უნდა გულისხმობს რკინიგზას ხო, რკინიგზას აფხაზეთის გავლით, კომუნიკაციო საშუალებას. რკინიგზას აფხაზეთის გავლით და გზებს როქის გვირაბის გავლით. ხო და პირველ რიგში აი ირაკლი თქვენი კომენტარი მინდა 3+3 ფორმატზე და კონკრეტულად აი ამ მონაკვეთზე ჯეფრი საქსის. ცით რა ახლა თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ მე უბრალოდ მეცნიება, ახლა ჯეფრი საქსმა რაც თქვა, ეს არის ძალიან ბანალური რაღაცა საერთაშორისო ურთიერთობებში, რა. და ამაზე გვიწევს კომენტარის გაკეთება, ეს ელემენტარული მისა შესავალი გავლილი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს მისთვის გასაგები უნდა იყოს, რასაც რაც თქვა, რაც ბრძანა ბატონმა საქსმა. და ეხლა ამაზე ანალიზი გაკეთება მეცნიერად, თუნდაც ჩვენი ეთერები, თუნდაც ვინც თვალს გვადევნებს. ის სქემები, ის გეოპოლიტიკური სტრუქტურა, კონსტრუქცია, არქიტექტურა, რაც ყველაფერს საუბარი ქონდა 3+3-ზეც, ჩრდილოეთ სამხრეთზეც, დასავლეთ აღმოსავლეთის ღერძებზეც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ, მაგრამ ეხლა ის საქსია რა, ჩვენ ცოტა სხვა გვარები გვაქვს და იმიტომ საქსს უნდა დაუჯერონ რა. პროვინციული სოციუმების, ესეთია რა, დამოკიდებულება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება 3+3, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ 3+3 ეს არის ფორმატი, სადაც რუსეთმა, რა ფაქტორები მნიშვნელობა არ აქვს ეხლა. გასაგებია სტაბილურობას სურს, როგორც საქსმა ბრძანა სამხრეთ კავკასიაში. რა თქმა უნდა, სტაბილურობას სურთ იმ სახელმწიფოებს, იმ რეგიონებში, სადაც მათი ინტერესები არსებობს. სხვანაირად ვერც მოხდება, მაშინ დიდ კონფლიქტამდე გადაიზრდება და კონფლიქტ და ომი არავის არ უნდა. შესაბამისად, ამ სტაბილურობის პირობებში მათ სხვათა შორის ეს ერდოგანის პროექტი იყო თავიდან 2008 წლის შემდეგ, რაღაც საერთკავკასიური პლატფორმის სახელწოდებით. ნუ შემდეგ 3+3 დაერქვა ამას და ამ ფორმატით, ამ კონცეპტით არის დღეს ცნობილი ჩვენთვის. თუმცა მართლაც ნიშანდობლივია ის, რომ რუსეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ცნობს სამ სახელმწიფოსო. კი გასაგებია მე მესმის, ვინაიდან თურქეთს აღიარებული არ აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და არც ირანს. თუმცა მერწმუნეთ, რომ ახლა თურქულ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინებში და მათ სტრატეგიებში ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სხვათა შორის წარმოადგენს აფხაზეთის აღიარება, ვინაიდან თურქული ინტერესები აფხაზეთის ძალიან მაღალია და ძალიან სერიოზულია. მათ აწყობთ რაც არ უნდა უცნაურად არ ჟღერდეს და პარადოქსულად მათ აწყობთ აფხაზეთის აღიარება, თუმცა ჯერ ამ ნაბიჯს ვერ დგამენ. და მაგიტომაც უბრალოდ ამ შიშით დიდი პერიოდი გვახსოვთ ჩვენ, ხო? გვახსოვთ ასე თემა, რომ რუსეთი ძალიან აწვევოდა სხვადასხვა სახელმწიფოებს ეღიარებინათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ეთყობა გაიაზრეს, იქაც რუსეთშიც გაიაზრეს, რომ ეს დამღუპელი იქნებოდა რა. მე აფხაზები მათ გაიქცეოდნენ და თურქეთის გავლენის ქვეშ გადავიდოდნენ, შესაბამისად შეაჩერეს ეს პროცესი, აღიარებების პროცესი და მიწოლა იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც სურდათ რომ ეღიარებინათ სახელმწიფოებს. ეხლა მე უბრალოდ გადავუხვევ და სირიის თემა მაინტერესებს ეხლა. სირია რას იზამს, სირიას ჰქონდა აფხაზეთი აღიარებული, ასადის ხელისუფლებას. ეხლა საინტერესოა თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება, რომელიც ფორმირდება სირიაში დატოვებს მის აღიარებას თუ განცაიღებს. ალ-ყაიდას ყოფილი წევრებისგან დაკომპლექტებული. კი ბატონო. ერთი ისამა კითხვა მოდით გაწყვეტინებთ, აი ძალიან საინტერესო ისა შეიძლება იყოს ეს ისა რა, ამაზე რომ გამომახვილოთ ყურადღება, აიყურეთ ფაქტობრივად შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ ჯერ ეს ვიკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ახალი ამერიკული პოლიტიკა, რომელიც ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ იქნება ნაწარმოები მთელ მსოფლიოში, თანახმა საქართველოს იმას ნიშნავს, ანუ ასეთი დონის ფიგურების განცხადება, რომ ისინი თანახმარიან საქართველოს იყოს 3+3 ფორმატში და ასევე არაფერს არ საუბრობს ჯეფრი საქსი ბრიქსზე. და აი ეს კონტექსტი რომ ავხსნათ, აი რატო თუ თანახმარიან და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები უკვე თანახმარიან 3+3-ში ჩვენს მონაწილეობაზე და რუსეთთან საუბარზე ფაქტობრივად, ხო? მაგრამ არ არიან თანახმანი ბრიქსში ჩვენს გაერთიანებაზე. რა კონტექსტი შეიძლება არსებობდეს? რა ინტერესებს შეიძლება? ძალიან საინტერესო შენიშვნა რა, მიგნებაა ძალიან საინტერესო. როგორ ჩანს, ეხლა მათ
ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ტრამპისტების ეს არის როგორმე გახლიჩონ რუსულ-ჩინური ალიანსი. როგორც მოგვეხსენება ჩვენ ბრიქსის წევრია ჩინეთიც, რუსეთიც და ისინი ცდილობენ ამ დიდ გაერთიანებაში მაქსიმალურად გაერთიანონ ყველა სახელმწიფო. საერთაშორისო სისტემა ისე არის კონსტრუირებული დღესდღეობით და იქითკენ მივდივართ, სისტემა იქნება სამპოლუსიანი. ამ სამი პოლუსის პირობებში დასავლეთში არის ვაშინგტონი, მთავარი, სხვადასხვა ამ ტერმინს აცმარობს ძლიერ ნატო არ არის ალიანსი, ნატო ეს არის შეერთებული შტატები და სუსტი ევროპაო. შესაბამისად ამ ბრიქსში ფორმირდება სხვა სახელმწიფოებზე არ ვამბობ ამ სუთას, ორი ამ საერთაშორისო სისტემის სამი პოლუსიდან ორი პოლუსის მონაწილეობა ხდება ამ ბრიქსში. შესაბამისად მათ სურთ ალბათ და საქსის განცხადება სწორი შენიშნა მეც მაგას ვფიქრობდი. რუსეთის მიმართ გვეუბნებიან რომ მათ შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება ასეთი, ნამუთ რუსეთი დაკავდეს პოსტსაბჭოთა სივრცის და შეეშვას ამ ბრიქსს და როგორმე გათიშონ რუსულ-ჩინური ალიანსი ამ შემთხვევაში. შესაძლოა ეს არის მიზეზი, რაცაც ბატონი საქსი ბრიქსზე ყურადღებას არ აქცევს და მოგვიწოდეს ფაქტობრივად. კი ბატონო, ეს მოწოდებაა და სხვათა შორის ეს რეალისტია, ყველა რეალისტი არის რესპუბლიკელები, საერთოდ რომ იცოდეთ, მიშაიმერის და სულ ყველა. ეს ნე რეალიზმი, იქ ორი საგარეო პოლიტიკური კონცეფციაა, დემოკრატების, ლიბერალური მიდგომა, გლობალისტური რეალისტ და მეორე რესპუბლიკური მიდგომა. რესპუბლიკელებსაც ყავთ გიჟები. არა, ზუსტად რეალიზმის ფარგლებში არიან გიჟები და ესენი უფრო ისეთი არიან. თუმცა თქვენ ნახავთ, მე დარწმუნებული ვარ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ძალიან სერიოზული კონფლიქტი შესაძლოა მოხდეს ამ ახალი გადანაწილების პირობებში. აი რესპუბლიკელების გიჟებზე ერთ თემას დავამატებ, ტრამპის ინტერვიუ იყო ჯო როგანთან და ტრამპი ეს რამეს სასაცილო რამე სხვადასხვა ყველგანვე მივყავდაო ბოლტონიო. ყველგან მივყავდაო ბოლტონიო შეხვედრებს, იმიტომ რომ ბოლტონი სულ ომზე იწევს, გიჟიაო და რომ დამინახავდენო ბოლტონთან ერთადო, აი მე ომსაპირებს ესო და ყველაფერს მithობდენო. ხო და რაც შეეხება მე დავამატებ ამ საკითხზე, რომ შეერთებული შტატები ზოგადად ყოველთვის AES-ზე ფუნქციონირებდა, რომ რეალურ კი თქვა ამბობს ეს წარდგენაში ჩვენი ჟურნალისტი, რომ ის არის შედიოდა რაღაც 100 ყველაზე გავლენიან ფიგურაში, 50 ყველაზე გავლენიან ფიგურაში, მაგრამ შეერთებული შტატების არსებობის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჭკვიანურ რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ მათ რეალური ძალაუფლება არ ქონდათ. ხო, ისინი იყვნენ ჩაკეტილები აკადემიურ წრეებში და მხოლოდ მაშინ უწევდათ გამოსვლა, როდესაც კრიზისი იყო და მაშინ ეხმარებოდა, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატები მათ ასე პოპულარიზაციის აწევას, როგორც მეშაიმერია, საქსია, იქამდე ვიღაცები იყვნენ და თითქოს რაღაცა ეს ადამიანები ცდილობენ შექმნან აი როგორც ლიბერალები ეძახიან ორი ამერიკის სახე, ხო, რომ არის ესეთი ამერიკა, რომელიც არის იმპერია და ცუდი და არსებობს მეორე ამერიკა, სადაც ეს ჭკვიანი ადამიანები არსებობენ. და რომ გასახ გაათეთრონ შეუცვალონ სახე და რა ვიცი მე ვიტყოდი რომ ეკპილი მოცვლილი გვაქვს. ამხანაგო იმპერიალისტებო არ სანამ ამ ადამიანს ძალაუფლება არ ექნება და ძალაუფლებაში იგივეებს არ იტყვის ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა უყუროთ როგორც მტრულად განწყობილ იმპერიას რომელსაც სულაც არ აინტერესებს ჩვენი ბედი სულაც არ არის რა თქმა უნდა და გთხოვ ახლა რეჟისორს რომ შემდეგი ვიდეოც გვანახოს რომ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა უკრაინელებს ეგონათ რომ მათ ნატოში მიიღებდნენ ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახდათ ძალიან გულუბრყვილო ნატოში გაერთიანებას აპირებდა და მშვიდობას მოელოდო შეუძლებელია თან მაშინ როდესაც მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია რომ ამერიკული შეიარაღება სწორედ მის საზღვართან უკრაინაში იყოს განლაგებული კრემლის ეს პოზიცია კი ჩემთვის თავიდან ბოლომდე გასაგებია ყველა მხრიდან ფიქრია აუცილებელი საჭიროა შევხედოთ სრულ სურათს რათა ომის პროვოცირება არ მოვახდინოთ ერთი პუტინისტი როგორ შეიძლება კრემლის პოზიციაში პუტინისტს არ ვიტყოდი ამაზე ადრე სხვადასხვა ეს პოზიცია რაც დააფიქსირა მარტო უკრაინაზე არ ქონდა საუბარი 90-იან წლების ბოლოს შეკავების თეორიის ერთ-ერთი კონცეფტის ასე ვთქვათ ფუძემდებელი ჯონ კენანსა აქვს ასეთი რაღაც ასეთი ტიპის ნათქვამი რომ თუ ნატოს გაფართოება მოხდება მაშინ თემა იყო ცენტრალური დღეს არის ცენტრალური ევროპა მაშინ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაცია თუ მოხდება და ან პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე ქვეყნის
კენანი ამბობდა ეს მიიყვანს, მაშინ ჯერ კიდევ ელცინი იყო პრეზიდენტი. ეს მიიყვანს დიდ გლობალურ ომამდე და დაპირისპირებამდე, რაც ხოთაშორის უკრაინელები რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათი უნიათო პოლიტიკური ელიტის და პოლიტიკური კლასის გამოისობით ჩავარდა ეს ადამიანები. არსებობს ხოთაშორის ეხლანდელი ცენტრალური სადაზვერვოს ბიუროს CRU-ს CIA-ის იგივე ეხლანდელი დირექტორი, მაშინ იყო რუსეთში ელჩი და მისივე ნაწერი არსებობს, რომ უკრაინა არის წითელი ხაზი რუსეთისთვის. როგორც კი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და უკრაინამდე ექსპანსიაზე წავა საუბარი, ეს გამოიწვევს ომს. ხო, უკრაინამ აი საინტერესო კითხვა მე ავიღე შევარი ეს დაგიშვათ კითხვა, აი თქვენი აზრით. აი 2022 წელს და 2021 წლის ბოლოს თუ სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა რუსეთ-უკრაინას შორის ხო გვახშობს რომ რაღაცა წერილებს აგზავნიდნენ რომ მოგვეცით პირობა რომ თქვენ ამას არ იზამდა უკრაინა რუსები რა პუტინის გამოდიოდა და ითხოვდა რომ აი ამის პირობა დადეთ რომ ოღონდ სიტყვერად აღარ უკვე იმიტომ თქვენ უკვე ერთხელ მოგვატყვეთ არა ერთხელ კი არა ერთხელ მოგვატყვეთ და რაღაცა ხელშეკრულება დავდოთ სადაც თქვენ ვალდებულებას აიღებთ რომ აქეთ აღარ გაფართოვდება ნატო და უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი და აი მაშინ თუ გაუგებარი იყო ეს პოზიციები ამერიკელებისთვის და ამერიკული ისტებლიშმენტისთვის ხო ანუ ეხლა იძახის პატივცემული საქსი რომ ეს აბსოლუტურად გასაგები პოზიციაა მოსკოვის რომ მას არ უნდა რაღაცა ნატოსა და ამერიკული შეიარაღება მის საზღვრებთან და რა იცვლება ანუ ის რაც 2 წლის წინ გაუგებარი იყო ამერიკული საზოგადოებისთვის და დასავლური საზოგადოებისთვის ზოგადად დღეს რატო ხდება გასაგები ну ალბათ სავარაუდოდ 90-იან წლების დასაწყისში საბჭოთა დასვლის შემდეგ რუსეთი როგორც მის სამართალმემკვიდრე ყველა ასპექტში ძალოვანი ეკონომიკური თვალსაზრისით შეერაღების თვალსაზრისით ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩენილი იყო და მათ ეგონათ რომ სანამ ფეხზე წამოდგებოდა ასე რომ ვთქვათ მანამდე მოეხდინათ აღმოსავლეთ ის მიმართულებით ათვისება ამ რეგიონის სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და შემდგომში უკვე პირველი ფაზა ცენტრალური ევროპა, შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცე და შესაბამისად შეებოჭათ რუსეთი და საბოლოოდ დაეშალათ ეს ამხელა სახელმწიფო. თუმცა ეს კონდათ ეს იყო მათი მთავარი ამოცანა. მაგრამ როდესაც უკვე ცოტა ფეხზე წამოდგა რუსეთი განსაკუთრებით პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან დაიწყო თავის ნაციონალური ინტერესების გატარება და შესაბამისად ის წინააღმდეგობა, რასაც პირველი წინააღმდეგობა ცნობილი გამოსვლა მიუნხენში 2007 წელს. იქიდან იწყება პირველი წინააღმდეგობები უკვე. 2008 საქართველოში 2014 უკრაინა ყირიმისა და იმ DNR-ЛНR-ის შექმნით და ასე შემდეგ და ბოლოს 2022 წელი, როდესაც პირდაპირ ფართო მასშტაბიან ომში გადავიდა. ეხლა ამათ კიდევ ვიმეორებ, ამათ დასავლური საზოგადოება არის ლიბერალური საზოგადოება, რაციონალიზე, პრაგმატულ აზროვნებაზე აგებული სოციუმია. მათი აზროვნების სტრუქტურა აგებულია რაციოზე, რაციონალურად უყურებენ რას აგებენ, რას იგებენ, ყველაფერს ითვლიან. ყველაფრის კალკულაციას ახდენენ. მას შესანიშნავად ესმით, რომ ეს რუსეთი არანაირ უკან დამხევი არ არის ამ თამაში. რასაც უფრო მეც მივაწვევით, ისიც თავისებურ წინააღმდეგობას გაგიწევს. ეს საბოლოოდ მიიყვანს ბირთვულ დაპირისპირებამდე. ბირთვული დაპირისპირება იმათვისაც ვინც იქ პოლიტიკას აწარმოებს, იმათვისაც ცუდი იქნება და მთელი კაცობრიობისთვის. შესაბამისად, ეს არის ეს ფაქტორი, როცა შეიცვალა ეს სიტუაცია ამათ აზროვნებაში, განსაკუთრებით რესპუბლიკელების აზროვნებაში. ხო? მე რა მაინტერესებს ახლა რა ცოტა ეს შიში, იმის არ გაუნადგურდებით. არა, მე რა მაინტერესებს ამ შემთხვევაში, ანუ 2022 წელს ესეთი ფრაზები ჟღერდებოდა, რომ პუტინი ვერ შეიჭრება, პუტინი ბლეფაობს. ანუ ეს იყო რეალურად, რომ ესე ვერ გათვალა დასავლეთმა, რომ აი ეგონათ, რომ აი პუტინი ხო ბლეფაობს. მათრის იმედი ჰქონდათ, ჩემ მოსაზრებას გეტყვით ახლა, მათრის იმედი ჰქონდათ. პუტინი შეიჭრებოდა, სიტყვა გამოიყო, ააგდეს, შეიჭრა, დაიწყო ეს პროცესი, სამხედრო ოპერაცია. სამხედრო ოპერაციიდან გამომდინარე მათ ალბათ დაგეგმილი ჰქონდათ სანქციები, ეკონომიკურ მარწუხებში, კლანჭებში მოქცევა რუსეთის, სერიოზული სოციალური აფეთქების მოხდენა რუსეთში და შესაბამისად პუტინის რეჟიმის ცვლილება და მსგავსი მზად იქნებოდნენ ის ელცინის მსგავსი პოლიტიკოსები, რომელსაც მოიყვანდნენ ხელისუფლებაში და რუსებს როგორც 90-იან წლების დროს პუტინის მოსვლამდე მართავენ ელცინის პერიოდში მართავდნენ. ეგონათ რომ ისე დაიწყებენ, გააგრძელებენ ამის მართვასაც, მათ რესურსებსაც ხელში ჩაიგდებენ და როგორც ის უნდათ ისე გამოიყენებენ. თუმცა ჩვენ ხედავთ, პუტინსაც არ დაუვიწყოთ თავისი დიდი მიღწევები 2007 წლამდე ის ჩვეულებრივი ლიბერალი იყო, კი ბატონო. ბუში და ერთმანეთს ძალიან მოწონდა. და დაინახეს უკვე всё
ვერ ახდენენ ქვეყნის დაშლას, რეჟიმის ცვლილება ვერ ხდება, პირიქით შეტევაზე გადადის. ამ სანქციებით ვერ მოშალის ვერც ეკონომიკა, პირიქით მათ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ვინაიდან ის მთავარი მწოდებელია, ხო, ამ ენერგორესურსებისა. შესაბამისად, გადამყიდველების მეშვეობით მაინც იყიდება ევროპაში, რასაც ფასი გაზარდა, ფასის და ენერგორესურსებზე გამოიწვია ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებელებზე ფასების და რაც მატერიალისტური საზოგადოების ძალიან სერიოზული მტკივნეული აღმოჩნდა. ინდუსტრიები ჩამოშლა გამოიწვია. ინდუსტრიები ჩამოშლა, კი ბატონო, ინდუსტრიები ჩამოშლას გამოიწვია. ეხლა უნდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და ამ მდგომარეობის გამოსვლა იქნება უბრალოდ ტრამპ. მე დარწმუნებული ვარ, თუნდაც კითხელოგი რო არის იმის წარმომადგენელი. ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებს, მან გუშინ წინ განაცხადა რაღაცა, რომ უახლოეს თვეებში დასრულდება ომიო იმაში, რა ქვია, უკრაინაში. გარკვეულწილად რაღაც შეთანხმებები არსებობს. კი, იქ მე დარწმუნებული ვარ, ვაჭრობა იქნება ორივე მხრიდან, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩვეულებრივ პოლიტიკაში ხდება, საბოლოოდ ისინი მივლენ კონსენსუსამდე, რომ მორჩეს ეს ომი და ეს უბედურება. აი მილიონამდე ადამიანს როგორ გააცოცხლებენ? ეს უკვე ზელენსკის უნდა აკითხონ, როგორ გააცოცხლებენ. თუნდაც მე მახსენდება იმისი არახამია ხო იყო სტამბოლში. აი მე გეუბნებით, მე რაც წავიკითხე ის დოკუმენტი. რუსეთს ფაქტობრივად მარცხს კაპიტულაცია ჰქონდა რუსეთს გამოცხადებული. ოღონდ ეგომი დაემთავრებინა. ფაქტობრივად შეერთებული ტერიტორია ყირიმზე. ყირიმის სტატუსი იმ ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო 15 წლის შემდეგ. და წარმოგიდგენიათ რასთან იყო საუბარი. ხა ყირიმს დაუბრუნებდა, არ დაუბრუნებდა ეს მეორე საკითხია, თუმცა უკან დახევა კი კაპიტულაცია იყო, რასაც რუსეთის ღურსული მხარე ხელს აწერდა. ეს იყო კაპიტულაცია. თუმცა ჩვენ ხო დავინახეთ არა, როცა ჯონსონმა მითხრა არახამია პირდაპირ ამბობს რა. როცა ჯონსონმა გითხრა ჩვენ უნდა ვიომოთ, არესტოვიჩმა თქვა კი ბატონო, აი ზუსტად მიზანი იყო ომი დასუსტება და რეჟიმ ჩეინჯი რუსეთში. ეს ისო განსაზღვრა და არც უკრაინა ინტერესებდა არავის და იქ მშვიდობა. ამიტომაც ჩვენ არ ვაინტერესებდა. რა თქმა უნდა. მაგის ბოდიშილე სანამ გადავალთ, მოკლედ დავამატებ, აი ვიღაცა შეიძლება კითხვა გაუშვეს, რატო იყო მიზანი აი ეს გადაწყვეტილად რატო უნდათ რუსეთთან ომი ან რატო უნდათ რუსეთში რეჟიმის ცვლილება, ხო? ანუ რა ამოძრავეთ, რა мотиваცია აქვს ამათ, ხო? ანუ აქ ისევ არ გამოგვადგება ის რაღაცა კონსპირაციული თეორიები, რომ რა ვიცი, ხა რუსების რაღაცა იმით, რა ვიცი, სხვადასხვა თეორიები რო არსებობს, ზიზღია და რაღაცა ის არაფერ შუაშია, უბრალოდ კაპიტალიზმს, რომელიც ვითარდება, იზრდება, ხო, აქვს განვითარების ორი საშუალება, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ექსტენსიური და ინტენსიური, ანუ შინაგანი, ეს არის წარმოების საშუალებების განვითარება, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, რაც ზრდის წარმოების რაოდენობას, ამცირებს ხარჯებს და ასე შემდეგ, რაც მოგებას მეც იზრდება, ზრდის საბოლოო ჯამში მოგებას. მეორე არის ექსტენსიური. ექსტენსიური არის გაფართოება შენს გარშემო. ხო, ანუ გაფართოება შენს გარშემო ნიშნავს ახალ რესურსებზე წვდომას და ახალ გასაღების ბაზრებზე წვდომას და როდესაც დაიკეტა მათთვის, ხო, გვახსოვს ისა დიდ ბენზონკალონკას ეძახდნენ, იმას რა ქვია, ბენზინგასამარცხადგურს ეძახდნენ რუსეთს, იმიტომ რომ მათგან ანუ მხოლოდ და მხოლოდ მათი რესურსები ჭირდებოდა და ეხლა კაპიტალიზმი ჩიხშია იმ კუთხით, რომ მას ჭირდებოდა ეს განვითარება და ჭირდებოდა წვდომა იმ უზარმაზარ რესურსებზე, რომელიც რუსეთში არსებობს და რომლითაც შემდეგ ჩინეთი უნდა შეეკავებინა და ზუსტად ეს არის ამის მიზეზი, ამიტომ სცადეს მათ ისინი ხო ხდებიან 13 ტრილიონის რესურსი მარტო უკრაინაში. რა თქმა უნდა, უკრაინაში ხო ძალიან დიდი რესურსი, რომელიც რუსეთმა წაიღო სხვათა შორის და აი ყველაზე მთავარი, ანუ აქ ომის მიზანი ის კი არ იყო ირაკლის სწორად ბრძანა, რომ აქ ომის მიზანი ის კი არ იყო რუსეთი დაემარცხებინათ ომში, მათ ჩვენურად იციან, რომ ეგ შეუძლებელია და ეხლა ატომურ სახელმწიფოს ნომერ პირველ ატომურ სახელმწიფოს სოფლიოში ომი როგორ უნდა მოუგო დღეს, ხო, გამორიცხული ეგეთ რაღაც. უბრალოდ აქ მიზანი მათი ის იყო, რომ ზუსტად აი ამ ომით, შემდეგ ეკონომიკური სანქციებით, ასე შემდეგ ისეთი სიტუაცია შეექმნა ჩიგნით სოციალურ-ეკონომიკური, რომ რეჟიმის ცვლილება მომხდარიყო და იქ მოეყვანა თავიანთი მარიონეტი, იგივე როგორც ზელენსკი უკრაინაში როგორც დასვეს, დაახლოებით იგივე უნდათ. უბრალოდ ეს არ გამოვიდა და პირიქით გამოვიდა, რასაც თავიდან ვჟელობდით, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მანამდე თავიანთ ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდათ და ომი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის არსობის პირობებში რუსეთში ნევს გულისხმობ, ხო? იმდენად დაახლოვეს ერთმანეთთან, იმდენად საშიში მტერი შექმნეს საკუთარი ხელით, რომ ეხლა მიდის აი ამ პოლიტიკის გადაწყობა და აი ამ გადამწყობის ავტორები არიან ეს ადამიანი ჯერჯერ საქმე სხვათა შორის ჩინეთი როგორც ფაქტობრივად ბოდიშით გაწყვეტენ, ფაქტობრივად მართლა თქვა ცოტნემ რომ ფაქტობრივად გვეუბნება შეგვიშვითო რა, თავის ამ განცხადებს შეგვიშვითო რა. და იმის დამატება მინდა რომ ფაქტობრივად თავისი ნეოლიბერალიზმით ეს მონსტრი რაც ჩინეთია, რომელსაც ახლა უნდა ებრძოლო, თავადო შექმნეს. როცა იმისთვის რომ თვითონ ფული დაეზოგა და თავისი მუშებისთვის არ გადაიხადათ, ჩინეთში გადაიტანეს
ეხლა დასუსტება უნდა და კიდე გადანა უნდა. კი ბატონო, ანუ ვთხოვ რეჟისორს, რომ შემდეგი ვიდეოც გვანახოს და გავაგრძელებთ მსჯელობას. Well, I think it's important for people to understand. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით არაფერი იციან. მათ საქართველო არ ადარდებთ. საქართველო მათთვის მხოლოდ და მხოლოდ საჭადრაკო დაფაზე მდებარე ფიგურაა. თამაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარეობს. ჩვენმა ერთ-ერთმა წამყვანმა და თვალსაჩინო სტრატეგოსმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ 90-იან წლებში დაწერა წიგნის სახელწოდებით დიდი საჭადრაკო დაფა, რომელშიც ის სამყაროს როგორც თამაშს ისე აღწერს, როგორც ძლიერთა შორის თამაშს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თუ თამაში გსურს, ითამაშე ნამდვილი ჭადრაკი. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი თამაშის სახელწოდებით რისკი. ამოცანა კი მსოფლიოს ყველა კუთხის ნაწილის დაბევებაა. სწორედ ამერიკელი სტრატეგოსები სხვა ქვეყნების ბედით თამაშობენ, ისე იქცევიან თითქოს ეს მართლა თამაში იყოს. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ დიდ გამოწვევებს და ტრაგედიასაც კი. მომეცით ნება წარმოგიდგინოთ მაგალითი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. საქმე არა საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ დაახლოებით 30 წლის წინანდელ იდეას ეხება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გარშემორტყმას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იდეა საერთოდ 170 წლის წინანდელია. სწორედ ბრიტანეთის იმპერიას ეკუთვნის ეს იდეა. ჩემი აზრით, ყველაზე ცინიკოსი ხალხის იდეაა. თუ კი ამერიკა ცუდია, ბრიტანეთი უარესია. ვინაიდან ბრიტანული იმპერია უფრო დიდხანს იყო მსოფლიო იმპერია. მე-19 საუკუნის შუაში ბრიტანელ ლორდ პალმერსტონს დაებადა იდეა, რომელსაც მეზობელმა ნაპოლეონ მესამემ აუობა მხარი. ეს გახლდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევების იდეა. რუსული ფლოტი კი ეკატერინე მეორის მმართველობიდან მოყოლებული სწორედ სევასტოპოლშია. ის 1783 წელს დაარსდა. ბრიტანული ფლოტის უპირატესობის გათვალისწინებით ლორდ პალმერსტონს მიაჩნდა, რომ ბრიტანულ ფლოტს შეეძლო რუსული ფლოტის დამარცხება და მისი შავი ზღვიდან გაძევება. რუსეთის კი მესამე ხარისხოვან სახელმწიფოდ ქცევა. რატომ უნდოდა ეს ბრიტანეთს? მას მსოფლიოს მართვა სურდა. ბრიტანელებს ამავე დროს ეშინოდათ, რომ რუსეთი მათ კონკურენციას გაუწევდა, მაგალითად ცენტრალურ აზიაში და ინდოეთში. ეს გახლდათ შეშლილი გეგმა, მაგრამ როდესაც შენ მსოფლიოზე ბატონობა გსურს, ყველა კუთხე, ადგილი და საჭადრაკო დაფის მონაკვეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ხდება. ძალიან საინტერესო ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც პირდაპირ ეხება დასავლეთის შეგვიძლია ვთქვათ, არ აქვს მხოლოდ შეერთებული შტატების, რადგან ახსენები იყო ეს 170 წლის წინანდელი გეგმა, რომელიც დიდ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ტანდემში შექმნეს და რა თქმა უნდა, როგორც სამართალმემკვიდრემ ბრიტანეთის იმპერიის, შეერთებული შტატების იმპერიამ გადაიბარა ეს გეგმა და ცდილობს, რომ შავი ზღვიდან განდევნოს რუსეთი. რაც ნახევარი საქმე თითქმის გააკეთა მეორე მსოფლიო ომის სამამულო ომის დამთავრების შემდეგვე, როდესაც თავისი მოკავშირე ნატოს წევრი თურქეთი ფაქტიურად ნახევარ შავი ზღვის აუზს თურქეთი აკონტროლებს, ხომ? და არა მხოლოდ ნახევარს ჩვენ ტერიტორიაზეც მეთევზეებს არ აქვთ უფლება შევიდნენ თურქების ნებართვები არ აქვთ. და მინდა რომ აი ამ გეგმაზე გითხრა ეს ისტორიული გეგმაა ახლა 170 წლის წინ პალმერსტონს და ბრიტანელებს იმაშვება ბატონე საქსი, თუმცა ეს ადმირალ მეხეთის გეგმაა, რომელიც გულისხმობს რუსეთის შებოჭვას, ყველა მიმართულებით და ზღვაზე გასასვლელების ჩაკეტვას. საერთოდ გეოპოლიტიკაში არსებობს შემდეგი დიალექტიკა რა, კლასიკური გეოპოლიტიკის მიმდევრები ვინც არიან, გამოყოფენ დიალექტიკურ მოდელს, როგორ ხდება დაპირისპირება ორ ცივილიზაციურ ორ ცივილიზაციურ კომპონენტს შორის, ასე ვთქვათ, არის საზღვაო ცივილიზაცია, ანგლო-საქსონური სამყარო, თავის ძოზე სხვათა შორის გეოპოლიტიკის მიმდევრები დასაწყის ათენის პარტიის დაპირისპირებიდან იწყება ცნობილი ნაშრომი პელოპონესის ომი. ხო თუ კიდეს ნაშრომი იქიდან ათენს და სპარტას შორის დაპირისპირება, ის მე პროექცირებას ახდენენ შემდგომ უკვე მოვლენებზე, უკვე ყალიბდება ანგლო-საქსონური სამყარო და ევრაზიული სამყარო და პირველი ასე ვთქვათ, პირველი ასე ტიპის ჩამოყალიბებული კლასიკური გეოპოლიტიკის მოდელი მოგცა მაკინდერმა, თუმცა მანამდე მეხენცაა კიდე ნაშრომი, რომელიც საზღვაო ცივილიზაციაზე ღვებოდა და საზღვაო ცივილიზაციას გამოყოფდა და შესაბამისად მე შემდგომ თავისი ასე ვთქვათ სისტემური ხასიათი მისცა ამ კვლევას ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა ინგლისელმა ხელფორდ მაკინდერმა, ლონდონის ეკონომიკური სკოლის მოღვაწეობდა, დირექტორიც იყო თუ არ ვწდები ამ სკოლის. და შესაბამისად მათ ჩამოაყალიბა ეს დოქტრინა, კონცეფცია, ასე რომ ვთქვათ,
ის თავის ცნობილ ნაშრომში ისტორიის გეოგრაფიული ღერძი. სადაც აღნიშნავს, რომ არის ორი ცივილიზაციური დაპირისპირება, სერიოზული ცივილიზაციური დაპირისპირება, საზღვაო ცივილიზაცია, ამ ტერმინს ნაშრომში არ ხმარობს, მაგრამ გასაგებად რო ვთქვა, ხო? მაყურებელმა რო გაიგოს საზღვაო ცივილიზაციასა და სახმელეთო ცივილიზაციას შორის. ხმელეთი ეს არის კონტინენტური ხმელეთი, კონტინენტი, ევრაზია, რომელიც აკონტროლებს ხმელეთს, ევრაზიის დიდ ნაწილს და საზღვაო ცივილიზაციამ რო გაიმარჯვოს ამ დიალექტიკურ დაპირისპირებაში, აუცილებელია ეს იმპერია დაეცეს. და ამ შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე, რასაც იგი აღწერს გეოგრაფიულად, დღესდღეობით გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი მდებარეობს. ამ დიალექტიკის გაგრძელებაა. და ამ თამაში მთავარია მოსავალი წერტილი და სხვა შორის გეოპოლიტიკის ავტორები, ძველი ავტორები თვლიან, კლასიკოსები თვლიან, რომ საერთოდ ზღვა ასოცირებულია ვაჭრობასთან, ინოვაციების შემოტანასთან, გარკვეულ გაცვლა, როგორც მეცნიერული, ისე არამეცნიერული სავაჭრო ურთიერთობების ახალისება, სხვა ტიპის ურთიერთობების გაცვლასთან და გაცვლებთან ზოგადად, ხო? შესაბამისად, ხმელეთი უნდა ჩაიკეტოს, ხმელეთს არ კონდეს შესაძლებლობა ზღვის გასასვლელით, ზღვიდან გასასვლელით მიიღოს ახალი ტიპის ინოვაციები, განვითარდეს და შემდეგ. ის უნდა მოხდეს, ტრადიციული სოციუმია და შესაბამისად ხმელეთი ცდილობს, რომ მუდმივად კონდეს გასასვლელი. კი ბატონო. და ეს დაპირისპირების შემადგენელი კომპონენტია, რაც შავ ზღვაზე ბატონმა საქსმა იბაზრა ამ შემთხვევაში. ეს ისტორიული დაპირისპირება სხვათა შორის არის არტურ კონოლისაა, ხო? დიდი ომია, The Great Game, რა. დაპირისპირება, დიდი თამაში. ანგლო-საქსონურ სამყაროსა და რუსულ სამყაროს შორის. მაგალითებიც მოყავს ბატონ საკს, პალმერსტოუნის მაგალითები მოყავს 1850 წლიდან, როგორც სურდა სამხრეთ კავკასიაში ამ ომის გადმოტანა, ყირიმის ომისა. და ჩვეულებრივი ომია, ჩვეულებრივი დაპირისპირება, კაცობრიობა ასე დაპირისპირებით ხდება მათი განვითარება. ამ დიალექტიკური დაპირისპირებით ხდება განვითარება კაცობრიობისა. რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმებით, და უბრალოდ აქ რა არის? მაგალითად ამ თამაში ამ ხელა თამაში მიდის აი დიდ აქტორებს შორის. ამ თამაში შენი ადგილი უნდა იპოვო ისე რომ არ განადგურდე, რაც უკრაინელებმა ვერ გააკეთეს. და ჩვენ მიშას დროს ის ელიტა, ნაციონალიზმის ელიტა, ვინც მართავდა ამ სახელმწიფოს, საქართველოს მაშინდელს, ხო? ეს ვერ გათვალეს თავის უნიათობით. და სხვადასხვა შეშლილსაც უწოდებს ხა სააკაშვილს ბატონი საქსი, ხო? დოქონდეს ეგვიდო ხო და შეშლილს როცა უწოდებს ამ თქვენ წარმოგიდგენთ ამის გარშემო ვინც იყო რა სულელები მუშაობდნენ, პოლიტიკურ თვალსაზრისით შეიძლება სხვა სპეციალობაში კარგი სპეციალისტები იყო, არ ვიცი ხა ზოგი იურისტი შეიძლება კარგი იყო, ექიმი კარგი იყო, თუმცა პოლიტიკური უმციფარი გაუნათლებლები იყვნენ პოლიტიკურად. რაკლისამდე მიიყვანეს და შესაბამისად უკრაინის თემაც ზუსტად თქვენ წარმოგიდგენიათ ის გლობალისტური ელიტები ვინც მართავდნენ საქართველოს პროცესებს და ვის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური კლასი, აი ზუსტად იგივე კლასი მოიყვანეს უკრაინაშიც. გვახსოვს ჩვენი ესე ვთქვათ რეფორმატორები რო გადაიყვანეს, ეგ მასშტაბლებად რო ჩაიყვანეს, აი ჩვენი სულელები იმ ქაურსულელებს რო დაამატეს. არა, ამ შემთხვევაში ზუსტად მაგაშია საქმე, რომ აი სწორედ ახსენე, რომ წარმოგიდგენთ რა სულელები შეიძლება ძალიან ჭკვიანებიც იყვნენ. ისინი ჭკვიანები იყვნენ. შეიძლება ძალიან ჭკვიანებიც იყვნენ, მაგრამ ლეგიტიმაცია ხო იქიდან მოდის, ვიზეც გეტყვიან იქიდან, რომ შენ ამას უნდა გაყვე და ეს არის ჩვენი კონტაქტი. მაშინ მეორე, ან სულელი ხარ, ან მოღალატე ხარ. აი, sorry. ან სულელი ხარ, ან ფულზე გაყიდული, ფულზე გაყიდე, ქვეყანა გაყიდე. ორივეთადაც შეიძლება იყოს. მაგიტო ისმევა კითხვა, დავალებას ასრულებდნენ თუ როგორ? დავალება, რა თქმა უნდა. ვერ გათვალეს. აი, თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა იმ ქვეყნებში, სადაც ამათმა ხელისუფლებაში ვერ მოიყვანეს ვერავინ, იმათ ომი არ ქონიათ. კი ბატონო. ხო, ემპირიულად ახსნათ, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით გადავხედოთ. გავანებოთ ამ კონსპიროლოგიას და ამ თერმინებს. ემპირიულად ახსნათ, ხო? აი, სადაც იმ ძალამ, გლობალისტურმა ძალებმა დაუშვათ და მოიყვანეს ხელისუფლებაში მიშა, მე შემდგომ უკრაინაში ისინი ორივე მიომა რუსეთთან. ეს ისინი ნიშანი, ეს მიზანი მიმართულად მოყავდათ, რომ მათ შემთხვევაში ჩამოეგდოთ ალბათ რუსეთთან. ლუკაშენკო რო ჩამოეგდოთ, ლუკაშენკოსთანაც რუსეთს ბელორუსეთთანაც ეკნებოდ. აზერბაიჯანი რო ჩამოეგდოთ, იქ აზერბაიჯანში ისო ჩამოეგდოთ ალიევი, იქაც სერიოზული ერდოღანსაც უპირებდნენ ჩამოგდება ზარბაზანში. ერდოღანსაც უპირებდნენ კი უბრალოდ ერდოღანმა იქით გადაუარა ამ სულელებს, უბრალოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ძალიან ჭკვიანია ყველგან მოინდომეს ისა, მე მგონი გვაქვს ერთი ვიდეოს, თუ გვაქვს რო გავუშვათ
არ გამოგჩეს მიხეილ სააკაშვილზე უნდა 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ნატოს მიერ საქართველოსა და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებასთან დაკავშირებული ვალდებულების აღება. ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, იცოდნენ თუ რამდენად საშიში იყო ეს. ეს იყო სრული პროვოკაცია რუსეთის მიერ გაცხადებული ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების მიმართ. ბუქარესტში სცადეს ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ნატო ხომ ალიანსი არ არის, ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით მდგომი სუსტი ევროპაა. ბუქარესტში კი ჯორჯ ბუშმა არ დათმო და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ევროპელები ამას დღემდე იმეორებენ, ამერიკელებიც. რუსები ამბობდნენ, რომ ეს მიუღებელი იყო და ამას არ დაუშვებდნენ. 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ის ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტაბლიშმენტისთვის მშობლიურია. მე კი როგორც ათასობით სხვა ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობის მოყვარეობა მძლია. მათი ოფისი ჩემს სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეც გამეგება ცოტა. ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას უთხარი, რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს. ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ რამდენჯერადაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიხარულით მე-9 ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღთქინება. მე კი ვიცოდი, რომ ეს გახდათ სრულიად უპასუხისმგებლო საუბარი, ეს გახდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახდათ საშინელება, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი. ეს გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი, რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი ფრთხილად, იყავი წინდახედული, ნუ მოუწყობ შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები 1000-ობით კილომეტრის დაშორებითაა. ეს მეზობელი კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად. სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს. მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. ესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო. 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი. ეს შედეგი კი საგარეო საქმეთა საბჭოში სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ. იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა: ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. უცებ მე ვიტყვი და პატარა რიტორიკული კითხვა მაქვს. სააკაშვილის გამოსვლა ახსენა ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში, სადაც საუბრობდა, რომ საქართველო არის ევროპაო, ხო? და შეშლილი უწოდა სააკაშვილს ამის გამო, ხო? ჩემს მეუღლეს საუბარში თქვი, რომ შეშლილია და ის დაღუპავს ქვეყანას. მოდი ერთი ესეთი კითხვა დავსვათ ახლა. მთელი პროცესები საუბრობთ, არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაწყებულია ბაიდენის პროცესი, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება და იქ დგანან ვიღაცეები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ზუსტად იგივე ხვირიან. თუ სააკაშვილი საქსის შეფასებით იყოს შეშლილი, მაშინ ის ხალხი ვინ არის, ვინც ახლა ქუჩაში დგას და იგივე ხვირის. და მეორე, ჩვენი თანამოქალაქეები გავიგეთ, გასაგებია. მე არ ვაფასებ, თვითონ ჯეფრი საქსი აფასებს მათ, ხო? და მეორე, ის ხალხი, ვინც იქიდან ჩამოდის ევროპარლამენტარიდან და ეგზალტირებას ეწევა აი ამ ხალხის და აი ამ მასების, ისინი ვინ გამოდიან და რას ემსახურებიან და როგორ ემსახურებიან? ნუ, იცით რა, ეხლა მე არ მინდა იქ ვინც განანა, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს რა ადამიანი. მე არ ვსაუბრობ, ჯეფრი საქსმა ისაუბრა. ნუ, ჯეფრი თქვა შეშლილია და შეშლის მონა რა უნდა იყოს მაშინ ასე ვთქვათ რა. ბიდლა, ხო, მაშინ, ნუ გამოიყენოს ეს ტერმინი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამას ამბობს ბატონი ჯეფრი. და რა შეიძლება ვინ ჩამოდიან ეს ევროპელები, საერთოდ არ მიყვარს ეს კაცის ადამიანის ლანძღვა და რაღაცა.
და რაც შეეხება იმ ადამიანებს, ისინი ჩვეულებრივ ისინი არიან აფერისტი მონები უბრალოდ. უბრალოდ ამით სარგებლობენ და ფულს აკეთებენ, მე სხვა არაფერი. აქ ვინც ყავთ ამ თავისი ამ თავიანთ კოლონიებში წარმომადგენლობა ვინც ყავთ, ხო? როგორც ისინი თვლიდნენ დაუშვათ და იმ კოლონიებში ის არიან სულელი ბრიყვები, აგერ შეშლებიო იძახის ბატონი და თქვენ რა გონიათ ახლა სააკაშვილის უკეთესია ზელენსკი თავისი აზროვნები და თავისი სააკაშვილი უარესია კიდე ის საერთოდ ბრიყვია ის საერთოდ საცოდავი გაუნათლებელი საცოდავი ასეთ გაუნათლებლები მოყავთ იმიტომ ხელისუფლებაში კარგად დაიმონო და ის გეოპოლიტიკური ამოცანები რაც მათ გააჩნიათ იმის რეალიზაცია მოახდინა მონების მეშვეობით მინდა რომ ერთი შენიშვნა გავაკეთოთ ასე ვთქვათ რა როდესაც ახსენებს ჰენრი კისინჯერს და ის რეალისტიაო ისა რა თქმა უნდა არ საუბრობს ცუდზე და კარგზე და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ისი არ მინდა გამოჩნდეს სოციალისტურ პლატფორმაზე ამერიკის შეერთებული შტატების მეორე სახის ჯერად. ხო, ანუ, როდესაც ამბობს ჰენრი კისინჯერი რეალისტიაო, საუბრობს უბოროტეს ადამიანზე, რომელმაც უბრალოდ იცოდა როგორ გაეთვალა შეერთებული შტატების ინტერესებსაც დაზიანდებოდა და სად არ დაზიანდებოდა, როდესაც ამ დოქტრინებს ქმნიდა, ხო? ჰენრი კისინჯერის სინდისწეა ლათინოამერიკული, რა ვიცი, უამრავი გენოციდი. იგივე ნორიეგას მაგალითი, ჩილეს მაგალითი, აი ამ დროს მონაწილეობდა აი ამ ყველაფერში ბატონი ჰენრი კისინჯერი, ხო? და გულიც ზუსტად ამიტომ ტკივა შემიძლია ვთქვა ჯეფრი საკს, რომ ის კი არ არის პრობლემა მისთვის, რომ რუსეთს ვიღაცა შავი ზღვიდან გააგდებს და საქართველოს დაიქცევა, ან უკრაინა დაიქცევა და უბრალოდ სწორად რო ვერ გათვალეს ეს ყველაფერი ნეოლიბერალებმა, ისე კარგად რო ვერ შეასრულეს ეს ყველაფერი, როგორც ჰენრი კისინჯერი დაგეგმავდა. ეს არის მისი გულის ტკივილის თავარი არსი. კი ბატონო, მე უნდა ვთქვა არ ახლა კიდე გავიმეორო თუ გადაცემის დასაწყისში ჩვენ ქონდა ამ თემაზე საუბარი, ესენი რატო განუდგნენ თუ ამ დაგვარ თემებზე ქონდა საუბარი. და მე კიდე გეთანხმები თქვენს და ვამბობ, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პატრიოტები, უბრალოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა არის რამოდენიმე არის ლიბერალური დოქტრინა, რეალისტური საგარეო პოლიტიკური დოქტრინა. უბრალოდ მე საერთოდ ამერიკის პოლიტიკურ სისტემას მართვის სტილში უწოდებ კვადრიპოლარულ მოდელს. დემოკრატიულ პარტიაში ინდეს ორ ნაწილად არის დაყოფილი, მიმდინარეობები რესპუბლიკელების შინითაც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთ-ერთი ფრთა რესპუბლიკური პარტიის, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში. ეს უბრალოდ განსხვავებულად უყურებენ ამერიკის ჰეგემონიზმს და მიზანი ერთ და იგივე, კი ბატონო. ამათი მთავარი ამოცანა ჩინეთის ისინი ფიქრობენ რუსეთთან დატაკებით ერთმანეთს ვასუსტებ და ამასობაში ძალიან ჩუმად წყნარად ვითარდება ეკონომიკურად ჩინეთი, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი კონკურენტი იქნება და მოსამართლე. ანუ ჯერ ჩინეთი უნდა დაიმარცხებინათ, მერე რუსეთს მიადგებიან. ამ მართალი თქვა, ამის გადაფორმატირება მიდის ამ საგარეო პოლიტიკის ახლა უბრალოდ. და საქსის სიტყვებია შეგვეშ თქვენთვის არ გვცალია ახლა. შედის 3+3 ფორმატი. და ის გლობალისტები, რომლებიც ახლა ის ფრთა გლობალისტები, რომლებიც ევროპას აკონტროლებენ ჯერ კიდევ. ხო ტრამპი ჯერ არ არის, ჯერ კიდევ აკონტროლებენ, ხო? ამათ სურთ, როგორც თურქეთმა, რუსეთი და შეერთებული შტატები სირიაში ფაქტის ნაში დააყენა, ან ხო განაცხადა, მეორე თუ მესამე დღეს განაცხადა, რომ სოფლიოში ხდება საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაცია, ახალი წესრიგს მივიღებთ და ამ ახალი წესრიგიდან გამომდინარე ვიმზადოთ ამისთვის. აი ზუსტად იგივე ცდილობენ ის გლობალისტები, რომლებიც მართავენ დღეს თუნდაც მაკრონის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შოლცი, მათ წარმომადგენელი. ცდილობენ აქაც ფაქტის ნაში დააყენონ ეს მოთამაშეები. მაგრამ 20 იანვრის მერე რომ დაიწყება ეს მოლაპარაკებები და ბევრ საკითხზე მე დარწმუნებული რომ შეთანხმებულები არიან უკვე რუსები და ამერიკელები, ჯერ არ ჩანს უბრალოდ ეს. თუმცა კელოგის განცხადება მას მიმითით ახალ ადმინისტრაციაზე საუბარი, ხო? კი ბატონო, ახალ ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე, რომელიც 20 იანვრის შემდგომ მიიღებს უფლებამოსილებას. აი ამის მერე აქაც ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. თუ ეს ოპოზიცია მოვიდა, ხო, სიტყვაზე ვიძახეს, არ მოხდება, მაგრამ მაინცა არის შანსი, რაღაც 1%-იანი შანსი დაუშვათ შესაძლოა მოახდინონ რევოლუცია და მოვიდნენ ხელისუფლებაში. სიტყვაზე. ან ეს ხელისუფლება ისინი რასაც მოვილაპარაკებენ, ის ახალი ჭყალებში თუ მოვიდა. იმ პოლიტიკის გატარება მოუწევს. ანა ტანკები დაამხობენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მოვა დაუშვათ რევოლუციის სცენარის მე შეჭყალებში ამასზე. და მინდა რომ აი დასასრულისკენ, რომელიც სხვათა შორის კიდევ ერთია ამ წიგნიდან გამახსენდა ციტატა, როცა ამ გადაცემას ერთად ვაკეთებდით და ეს არის სომხეთის გასაბჭოებაზე არის 4 დეკემბერს 1920 წლის დაწერილი, კი ბატონო და ძალიან საინტერესო რამეა. 1 დეკემბერს საბჭოთა აზერბაიჯანი ნებაყოფლობით იღებს ხელს სადავო პროვინციებზე.
და აცხადებს საბჭოთა სომხეთისთვის ზანგეზურის, ნახჭევანის და მთიანი ყარაბაღის გადაცემას. 1 დეკემბერს რევოლუციური კომიტეტი მისამებას იღებს თურქეთის სარდლებისგან. 2 დეკემბერს მიღებული იქნა ამხანაგ გიორჯონიკიძის ცნობა იმის შესახებ, რომ ერევნის დაშნაკური მთავრობა გადევნილია და სომხეთის ჯარები თავისი ნებით რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში გადადიან. და ბოლო ნაწილს დაეუწყოდეს ყველამ, ვისთვისაც ჯერ არს ამის ცოდნა, რომ ეგრეთ წოდებული სომხეთის პრობლემა, ან საუბრობ ტერიტორიულ პრობლემებზე, გადაწყვეტა სომხეთის პრობლემის გადაწყვეტა, რომელზეც ამაოდ იმტვერდნენ თავს იმპერიალისტური დიპლომატიის ბებერი მგლები, ჯეფრი საქსი და მირშაიმერის ნაირი ხალხი, თავს რო იმტრევს სამხრეთ კავკასიას რა უკნას, შესაძლო გახდა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს. და მინდა რომ აი ამ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, რომ რაზეც წვალობს ახლა ამხანაგი ჯეფრი საქსი. ხო, ეს ყველაფერი ადვილად გადაწყვეტადია სოციალიზმის პირობებში. როდესაც ინტერესები განდევნილია, ესეთი იმპერიალისტური ინტერესები განდევნილია და ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა და არა კონკურენცია ერთმანეთთან. საერთოდ ლიბერალურ თეორიაში მიჩნეულია, რომ ადამიანი ეგოისტური არსებაა, შესაბამისად ამის აღმოფხვრა ძალიან რთულია. ცალკე გადაცემის თემაა, შეგვიძლია მაგაზე საუბროთ სხვა დროს, ხო? მოკლედ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი უბილავა, პოლიტიკური მდივანი ირაკლი უბილავა, ასევე სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. დღეს ჩვენი თავარი სათქმელი და გადაცემა ეძღვნებოდა იმ ინტერვიუს, რომელიც იმედზე ჩაიწერა პოლიტიკურ მიმოხილველთან, რეალიზმის სკოლის წარმომადგენელთან, ბატონ ჯეფრი საქსთან. დიდი მადლობა მობრძანებისთვის მეგობრებო და დიდი მადლობა მაყურებელს. კარგად ბრძანდებოდეთ.